მოგესალმებით, ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი ვარ. თქვენთან ერთად ვიქნებით დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. დავით არხალმოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე არის დღევანდელი გადაცემის სტუმარი და ჩვენ რა თქმა უნდა ისევ და ისევ ვისაუბრებთ აქციის ირგვლივ, რომელიც იმართება 30 ნოემბერს კვირას დღის 4 საათზე თბილისში რუსთაველის ძეგლთან, ეს არის მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია და რას ეძღვნება ეს აქცია იცის ობიექტივის ტელემაყურებელმა და ჩვენი საზოგადოების საკმაოდ სოლიდურმა ნაწილმაც, მაგრამ მინდა მაინც მივყვეთ და გავაანალიზოთ თავიდან ბოლომდე რას ვამბობთ ჩვენ და რა არგუმენტებით გამოდის ხელისუფლება, ბატონ დავით, აი ჩვენი არგუმენტები და მათი პასუხები. არა, აქ არგუმენტები პასუხი არ ვიცი. არგუმენტი რა უნდა იყოს? საერთოდ მთელი საუბარი იმაზე, რომ აი ჩვენ მაგალითად ხელისუფლება გვეუბნება. იცით რა, ჩვენ შევდივართ ისეთ დეტალებში, რომელიც პრინციპულად კეთილი. ხელისუფლება გვეუბნება, რომ მე მიწას არ ვყიდი. იმავე წინადადებაში ბატონი პრემიერ-მინისტრი ერთ წინადადებაში ამბობს, მე არ ვყიდი მიწას, ჩვენ ვხდებით მიწის თანამესაკუთრენი. გავაანალიზოთ ეს წინადადება, რას ნიშნავს ეს? თანამესაკუთრე რას ნიშნავს? ესე იგი, ან ვიღაცა ყიდის მიწას და შენ ყიდულობ ნაწილს და ხდები თანამესაკუთრე, ან შენ ყიდი მიწას და ვიღაცა ყიდულობს ნაწილს და შენ რჩები თანამესაკუთრე, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი საკუთრების თანამესაკუთრეები ვართ. ჩვენ ვართ ამ მიწის მესაკუთრეები. პრემიერ-მინისტრი ამბობს, ჩვენ არ ვყიდით მიწას, ჩვენ ვრჩებით თანამესაკუთრეება. დაახლოებით ახლა სიტყვასიტყვით არ მახსოვს, მაგრამ ეს აზრი თქვა. თუ ჩვენ მიწას არ ვყიდით, მაგრამ ვრჩებით თანამესაკუთრეები, ესე იგი ვყიდით მიწის ნაწილს. ანუ ვყიდით, ეს ერთია. და რა ნაწილს ვყიდით? 67%, 2/3-ს. ვიტოვებთ 33%-ს. ახლა სინამდვილეში ადექით ამ მიწას, დაუშვათ გავყიდე 1 გექტარი. 33% მოაკელი, დარჩა 0.67 გექტარი. ეგ 0.67 გექტარს ხო 100%-ად ფლობს ის უცხოელი. ეს ერთი თემაა. რომ რეალურად აქ წინადადებები არის საკუთარ თავს თუ იტყუებს ეს ხელისუფლება, ერთი ამბავია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვყიდით. მაგრამ ვიმეორებ, მაგაში არაა საქმე, კაცო. ასე ახლა უამრავი მიწა სამწუხაროდ, რისი ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით და მოგვატყუეს. ჩვენ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ სწორედ ჩვენი ბრძოლის შედეგად, აი პირადად ჩვენი ბრძოლის შედეგად, საკონსტიტუციო განხილვის დროს კანონებში შეტანილი იყო პირდაპირ მუხლი იმას თაობაზე, რომ ქართული მიწა, მაშინ საუბარი იყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე არ გაიყიდება. მაგრამ იქვე დიდი ბრძოლა დაგჭირდა, რომ ხელისუფლებას ეს კანონებში შეეტანა, მაგრამ იქვე გააკეთა დათქმა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობა მიიღებს სასთანადო გადაწყვეტილებას და გაყიდის. განსაკუთრებული შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ ეს ხდება 1000-ში ერთხელ. განვლილ 5 წელიწადში თუ 10 წელიწადში გაირკვა, რომ განსაკუთრებული შემთხვევები არის ასობით განსაკუთრებული შემთხვევა, ერთი კი არა. და მიწას ფლობენ ირანელები, მიწას ფლობენ თურქები, მიწას ფლობენ ინდოელები და რა ვიცი, ვინ აღარ ფლობს. მაგრამ ეს ერთი თემა ცუდია და ჩვენ ამის წინააღმდეგაც გამოვდივართ, მაგრამ არის აქ ცოტა სხვა რამეზეა საუბარი. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე უბრალოდ, რომ რაღაცა მიწა გაიყიდება. აქ საუბარი იმაზე, რომ შერჩეულია კონკრეტული ადგილი, ამ შემოფარგლულ ადგილას კონცენტრირებულად მთლიანად ამ ადგილის, დიდი ადგილის, ჯამში აქ 800 გექტარზე მეტია ლაპარაკი და რომ გამოაკლო ამ 800 გექტარს ის 33% ჩვენი, რჩება 500 გექტარზე მეტი, რომელსაც უკვე 100%-ით ფლობს უცხოელი, ეს ერთი თემაა. და პირველი პრობლემაა. მეორე პრობლემა არის ის, რომ ვინ ფლობს, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ვინ უნდა იცხოვროს. ის ვინც ფლობს, ეს არის სრულიად სხვა
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი კულტურის ხალხი და მენტალობის ხალხი. სრულიად სხვა და ეს ხალხი არც მალავს თვითონ პირდაპირ ეთერში ამბობს რომ აქ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოვა ხალხი, იყიდის ამიწებს, ვისაც მოესურვება მარადიულად დარჩება აქ საცხოვრო. აქ რო ამერიკელი არ ჩამოვა ეხლა ამათ აშენებულზე და არ იყიდის მიწას ამ ფრანგი ეს ხო ეხლა ისედაც ნათელია დღესაც. არ სურს არავითარი სურვილი არ აქვს არც ამერიკელებს, არც ფრანგებს და არც პორტუგალიელებს რომ აქ იცხოვრონ. ეს იქნება ჩვენთვისო მეორე სახლიო. ამას ამბობს პირდაპირ და ესენი თან ამბობს რომ 30 თუ 30000 მუშას ჩამოვიყვანთ 8000 პერსონალი იქნება და ესენი ამბობენ არაო არ ჩამოყავსო კაი ბატონო 8000 სამუშაო ადგილი რა არის 3 მილიონიანი ერისთვის 8000 მოსამსახურის ადგილი რა ეს რამე კოსმოსური მიღწევაა მაგრამ საუბარი კვლავ ამბობს სხვა რამეზეა კაცო მიწა არ არის უბრალოდ ნივთი ქონება რომელსაც ყიდით ყიდულობთ არ არის უბრალოდ ამის ეს მიწა არის მორწყული ქართული ხალხის სისხლით და ჩვენი წინაპრების სისხლით, კაცო. მიწა ხო ის არაა უბრალოდ რომ რაღაცა იყიდება ან არ იყიდება. საუბარი სრულიად სხვა რამეზე არის. საუბარი იმაზეა რომ შემოდის კონტენტი, შემოდის სხვა კულტურის, სრულიად სხვა კულტურის, სხვა აზროვნების წესი, სხვა მენტალობის ხალხი, სხვა ფასეულობების ხალხი. ჩვენს ქვეყანაში და ეს არ არის პატარა რაოდენობაზე ლაპარაკი აქ. ზუსტად ამაზე იყო საუბარი ბრწყინვალე განცხადებაში მე შემიძლია თამამად ვთქვა ეს რომელიც გაავრცელა ზემო სვანეთის ეპარქია მეუფე ილარიონის ხელმძღვანელობით და იქ ხაზგასმული არის აი სწორედ ის რაც თქვენ ბრძანეთ ეხლა რომ მიწას არ აქვს უბრალოდ ეკონომიკური დანიშნულება ამ მიწას სულიერი დანიშნულება აქვს ჩვენთვის და ეს მიწა ყველას ეკუთვნის ეს მიწა ქართველი ხალხის ჩვენი სამშობლოა მაშინ უარი ვთქვათ სამშობლოზე კაცო სიტყვა სამშობლო აბა რისთვის არსებობს სამშობლოა ეს ჩვენი ქართველი ერის სამშობლოა ეს და უნდა დარჩეს ქართველი ერის სამშობლოდ კაცო არავითარი სურვილი არ აგვაქვს ჩვენ რომ ეს გახდეს არაბთა სამშობლო ან ინდუსთა სამშობლო ან პაკისტანელთა არ აგვაქვს არ ნიშნავს აი უყურე უცხოელები შეიძლება ცხოვრობდნენ ქვეყანაში მაგრამ მათი მოცულობა რაოდენობა უნდა იყოს ძალიან მწირი კაცო არავინ არ ამბობს რომ ჩვენ ხო არა ვართ კაცი ჭამიები არავინ არ ამბობს ნუ ცხოვრობენ უცხოელები აქ იცხოვრონ მაგრამ რაოდენობა უნდა იყოს ძალიან არ შეიძლება 12%-ია თუ 10 უკვე 10%-ს გადააჭერბა უცხოელთა რაოდენობამ არ შეიძლება ეგეთი რაღაც და ეხლა კიდე საერთოდ ახალი რაღაცა კეთდება ფაქტობრივად ორი შემოსაზღვრული ტერიტორია ჩნდება და ამ ტერიტორიაზე უნდა იცხოვროს სრულიად სხვა რჯულის, სხვა რწმენის, სხვა აზროვნების. მე უკვე ვთქვი კიდე ერთხელ, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ისლამს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენ რაღაცა გვინდა რაიმე რადიკალურად უარყოფითი რამე ვთქვათ ისლამთან დაკავშირებით. ესე არ არის, ჩვენ პატივს ვცემთ ქართულ მუსლიმანებს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქართულ მუსლიმანებს. და საერთოდ ისლამსაც პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და არსებული ბალანსი უნდა იყოს დაცული. ზარია და თუ გინებავ ზავს უპასუხოთ და მე გავაგზავნოთ. გამარჯობა გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. ისაუბრეთ. ველება შეკეთებულეთ. ექსიტყვი ქართული ოსნების ამორჩეული ვარ მე. მარა ვარ ატარიოტი დამიჯერე არსებობს კიდევ თუმცა ნაციონალური მოძრაობის რამდენი ქართველი მოაზროვნე ქართულად დიახ თუ გინდა ჩვენი აი საძმო ხალხი სომხები ებრაელები აი აზერბაიჯანი აი სკოლანი დიახ ეს ჩვენი სამშობლო არის ჩვენი ერთად ვართ გაერთიანებულები ეს ჩვენი წინაპართა ძულები აქ არის დასაფლავებული არც ერთი აზერბაიჯანელი არც ერთი ებრაელი გინდა რუსი იყოს გინდა ნებისმიერი სამშობლო როგორც უფალი ერთია უფალი არის ერთი სამშობლო არის ერთი შეიძლება ადამიანმა ოჯახი შეიცვალოს მანქანა გამოწვევს ეს მეორე ხარისხოვანია
უფალ შეხვედრა გამოუწევდა რა თქმა უნდა და სამშობლოს არ განსხვავდა. იქ პატივს მეტიო არაბებსაც ყველასა მოდი ეს საქართველოს ქართველებისა და საქართველოში მასხურებლები ვინც არიან ყველა ეროვნებისა ყველას იქ პატივს ავწევ. მოდი არ გავხადოთ ისე რომ არ გაიზრდა საქართველოს დიახ მე თვითონ დიახ კიდევ გემურ ქართულს შევსავთ დიდ პატივს შევ Карагорчинес, Оскадагорчинес, Бердюжарасан, Датагорчинес, Айнтесакет, Нამდулат, Вербан, Тасхана, Реалисида, Титулански Шерила, Шеф Удабуда, Янеда, Лапатиот Эсица, Вметва Тагулуцу, Вества Сигетева, Аргаицулева, Упали, да Аргаицулева Саншу. Климатону Мобзаде, миллионობით. კეთილი, გასაგებია, დიდი მადლობა, კეთილი ნახომეს. ზოგჯერ არის ხოლმე ესეთი საოცარი ზარები, ანუ თქვენ რას ბრძანებთ, რომ ეს მიწები ვაპატიოთ ქართულ ოცნებას ესეც კომპანიის ხელში და ვაპატიოთ კაცო. ვაპატიოთ, თან ამბობთ, რომ არ უნდა გაიყიდოს ეს, მაგრამ თან ამბობთ, რომ უნდა ვაპატიოთ ქართულ ოცნებას. თან ეს დიდი ტრაგედიაა, რომ ქართული ოცნების ამორჩეველი ხართ. ესე იგი თუ თქვენი გონება დღემდე ვერ ჩაწვდა იმ პრობლემას, რაც არის ქართული ოცნება თავის თავად დღეს, ნუ ტრაგედიაა რა. ობიექტივის ეთერში ხშირად გადის კლიპი რეჯეპ ნიჟარაძის სიტყვებია, რომ თუ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენ სამშობლოს, ჩვენ მიწაწყალს და არ გამოვიჩენთ გონიერებას, თავდადებას, სიყვარულს, ჩვენი შვილები ჩვენ ძვლებს საფლავიდან ამოთხრიან და გადაყრიან, ძაღლებს გადაუყრიან. და არის ქვეყნის ცხოვრებაში საკვანძო მომენტები, იცით, როდესაც ესეთი ორჭოფულობა ნამდვილად არ წაადგება საქმეს რა და ესეთი ორ თუ სამსკამზე ნადირობა. აქ ერთადერთი რაც არის, რომ საფრთხეს ყველა ვხედავთ ჩვენ და ქართველი ხალხი მიუხედავად იმისა, რომ იყო მე რატო დავიწყე დღევანდელი გადაცემა ხელისუფლების რას გვეუბნება თქო ხელისუფლება მიუხედავად იმისა რომ გამოდიან უწყვეტ რეჟიმში ბრიფინგებს ატარებენ პარლამენტში მივიდა კობახიძე გამოდის ტელეარხებით ეს რაზეც ლაპარაკობს არანაირად არ არის დამაკმაყოფილებელი ქართველი ხალხისთვის იმიტომ რომ გადასარევად ხვდება ყველა რა საფრთხე არის აი ამ კომპაქტურ ქალაქებში, დასახლებებში, ცენტრებში, იმიტომ რომ ეს არ არის მეგობრებო, მარტო ქალაქები არ იქნება. იქ საკომუნიკაციო სისტემები და ყველაფერი ამათ ხელში ვარდება და განსაკუთრებით გონიოში კიდე ერთხელ უსვამ ხას, სადაც არის თურქეთთან საზღვარი, ხო, ეს სტრატეგიული ტერიტორიაა ჩვენთვის და ამაზე ეროვნული ხელისუფლება აი ამას არ უნდა ჩადიოდეს, რასაც ჩადის. რო ავიღოთ მხოლოდ გონიოს არა ნუ დააკვირდით ახლა აი ავიღოთ გონიო ჯერ პირველი დააკვირდით რამხელა დიდი მგზავრობა ამ ყველაფერში დავიწყოთ იქიდან რომ ჯერ სააკაშვილმა და შემდეგ ამ ხელისუფლებამ წარმატებულად განახორციელა აჭარაში ესე იგი შეუწყო ხელი სააკაშვილმა ყველანაირად შეუწყო ხელი აჭარაში თურქულ ექსპანსიას ეს ყველაფერი გააგრძელა ახალმა ხელისუფლებამ და დღეს ახლა ბრმა უნდა იყოს ადამიანი რომ ვერ დაინახოს რომ თურქული ელემენტი პრივალირებს ანუ თურქული ელემენტი არის ბევრად უბრალოდ დიდი კი არ არის ზღვარს გადასულია თავისი მოცულობით თურქული ელემენტი აჭარაში და კონკრეტულად ბათუმში აი ყველანაირი წითელი ხაზები დარღვეულია ეს უნდა დავინახოთ ეხლა ამას უნდა დაემატოს იქ კიდე არაბები რომ ყველანაირი ბალანსი მთლიანად დაირღვეს და ეს გააზრებულად ხდება ამას ვამბობ ჩვენს კიდე ზარს უპასუხოთ კი ბატონო გამარჯობათ გამარჯობათ ბატონო და ხალბატონო ირმა მე დიდგორის ხალხიდან გეხმაურები ჩვენ ისევ დავიდგა დიდგორის მეორე დოლის ეხლა უნდა ვებრძოლოთ ტვინით მაშინ ხმლებით ვბრძოლობთ ეხლა ტვინით ჩვენ თავრობას უფალმა გამოაწველა კუჭები დაუტოვა მარტო ამათ მეტი არაფერი მე ჩემ საქმეს ერთი პატარა ლექსი გასვი თუ შეიძლება რომ ლექსი თქვა პატარა მე ლექსების წერა მიყვარს ივანიშვილ კობახიძეს 13 წელი გვატყუებ მილიარდების პატრონი თავისუფალი ერივან ჩვენ არ გვჭირდება ბატონი ქვეყნის მოდულეს გაზარდე კობახიძეთა გვარიდან ვეღარ შეაძლენ ქართველებს თევზი სულ ციხებს თავიდან
ყველანი აგენტები ხართ, მარტო თქვენ ხართ ჭკუაზე, პუტინო მართლობით ერი გახლიქეთ შუაზე. ნუ თუ ეხდება მთავრობა უზნეობას რომ ჩადიან, ვეღარ გაივლი თბილისში, ყველგან ჩადრებით დადიან. ხიზანა გიძღორელი. მადლობა. კეთილი, მადლობა. კვლავ ამბობ. დედაჩემი არის 84 წლის. დედაჩემი ჩეჩენია ეროვნებით და მუსლიმანი იყო და 67 წლის ასაკში მოინათლა. ესე იგი 67 წელი დედაჩემი იყო მუსლიმანი, 67 წლის ასაკში მოინათლა, დღეს 84 წლისაა. ეს რას ნიშნავს, რატო ყვები ამას მე? არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება შესაბამისად, მე მაგალითად ისლამის მიმართ არ შეიძლება გამაჩნდეს. და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ისლამს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, მე ვარ მართლმადიდებელი, მაზიარებლები და საქართველოს მართლმადიდებლური ქვეყანაა. და ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს. დიდი პატივისცემა ჩვენი ქართველ მუსლიმანებს, დიდი პატივისცემა ღმერთმა დალოცოს, ჩვენი ძმები არიან, ჩვენ ერთი სისხლი ვართ, ერთი ხორცი ვართ, ერთად ვიბრძვით ამ ქვეყნისთვის, ღმერთმა გაახაროს და არანაირი დაპირისპირება ან წინააღმდეგობა ან უპატივცემულობა აქ არ არის, ბალანსი მაინც უნდა იყოს დაცული. ქართველი მუსლიმანები უნდა გამრავლდნენ და ღმერთმა გაამრავლოს, ქართველი მართლმადიდებლები უნდა გამრავლდნენ და ღმერთმა გაამრავლოს, საქართველოს უნდა დარჩეს ძირითადად მართლმადიდებულ ქვეყანად. მაგრამ პრობლემა ისაა, რამე ხორგინა. აი აზიზის მეჩეთზე გახსოვთ მაშინ 22000-ზე მეტმა მუსლიმანმა მოაწერა. ქართველმა მუსლიმმა მოაწერა პრობლემა ის არის, რომ აჭარაში მუდმივად მიდის აჭარის სრული მოწყვეტის ცდელობა საქართველოსგან. და აქ ისლამიც არის ჩარეული, თურქული ელემენტიც არის ჩარეული და ყველა არის ჩარეული. აზიზის მეჩეთის სახით ვითომ კიდე ზარია, კაი ერთი უპასუხო და არ დაგვავიწყდეს მე ეს თემა. ზარი გისმენთ ყურა. დიახ, ის მიჩემი ხმა. კი ბატონო. დიახ, მოგესალმებით. გამარჯობა. მე სიმართლე გითხრათ. არავის ამორჩეველი არ ვარ, მაგრამ უბრალოდ მე ხა ადამიანი არ მეგულება, რომ თქვენთან 30-ში არ გამოვიდეს და თქვენ გვერდზე არ დადგეს. მე ის ადამიანი პირდაპირ გეტყვით, რომ მოღალატეს მიმაჩნია. დიდი მადლობა. მადლობთ. თურქეთს ჰქონდა ესეთი პროექტი ყველა ქვეყანაში, რომელიც შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში და საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ნამდვილად შედიოდა, შემადგენელი იყო ოსმალეთის იმპერიის. თურქეთი ცდილობდა ყველა ამ ქვეყანაში აეშენებინა აზიზის, ესე იგი სულთან აზიზის სახელობის მეჩეთი. სულთან აზიზი იყო შერჩეული, იმიტომ რომ თითქოს ეს იყო ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული და არა აგრესიული სულთანი, რომელმაც საქართველოს თვითონ არა, მაგრამ ის მხედართმთავრება 4-ჯერ დაიპყრეს, 4-ჯერ დაარბიეს მაპატიად. და აი ამ სულთან აზიზის მეჩეთის მშენებლობის შეფუთვით სინამდვილეში ყველა ქვეყანაში სურდათ უზარმაზარი სადაზვერვო ცენტრის შექმნა და ამ ცენტრის ფარგლებში ასევე საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა, სადაც თითქოს ახალგაზრდებს მოამზადებდნენ ღვთისმეტყველებაში და რეალურად დაავერბოვკებდნენ როგორც თურქეთის აგენტებს. და ეს სქემა გახსნა ყველა ქვეყანამ, არც ერთ ქვეყანამ არ მისცა პრაქტიკულად. აზერბაიჯანი, რომელიც თურქეთის პარტნიორია სტრატეგიული, რომელიც იგივე მუსლიმანური ქვეყანაა და თვითონ თურქები ამბობენ ერთი ერი ორი ქვეყანა. ეხა აზერბაიჯანი ამას არ იზიარებს ამ თეორიას, მაგრამ ისინი ასე ამბობენ ერთი ერი ვარ და ორი ქვეყანა. აზერბაიჯანაც კი უარი უთხრა აზიზის მეჩეთის შენებლობაზე. უთხრა რომ არა, ჩვენ არ გვინდა, ჩვენ შეგვიძლია თვითონ ავაშენოთ. დაგჭირდა უზარმაზარი ბრძოლა მაშინ რომ გვეთქვა რომ ეს არაფერ მეჩეთზე არ მიდის ლაპარაკი, აქ საერთოდ ცდელობა რა იყო, იცი რომ უნდა აშენდეს ისეთი რამე, სადაც თურქეთი დანიშნავდა კიდე თავის, იქ საერთოდ უნდა მუფტი უნდა დაენიშნათ თვითონ და საერთოდ თურქეთის კუნძული უნდა გაჩენილიყო საკუთარი ბათუმში. და ძლივს მოვერიეთ ამ ამბავს და მაშინ მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის 22000-მა მუსლიმანმა მოაწერა ხელი, რომ არ გვინდა ეს. მიუხედავად ამისა, ამის მერე ქართულ მოცემამ ყველაფერი გააკეთა, რომ ბალანსი ეს მეჩეთი არ აშენდა, მაგრამ ბალანსი დარღვეულიყო და დღეს გეუბნებით, რომ ყურან ცენტრებია, სადაც უფასოდ გაჭმევენ, დაგალევინებენ და დაგაძინებენ, ოღონდ რაღაც ქადაგებას მოусმინენ. ეს არ უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება იყოს საბავშვო ბაღები თურქული, სადაც საბავშვო ბაღში, თურქულში ხა პროპაგანდა მიდის თურქეთის
მედრესეები, სკოლები, ეს ყველაფერი კანონით აკრძალულია საქართველოში, მაგრამ მუშაობს და არავინ ქართული ოცნება და ხელისუფლება ვითომ არაფერი არ ხდება, თვალს ხუჭავს ამაზე. და აქ ასობით არის ეს, 1 და 2 კი არ არის. ეხლა ამ ადგილას კიდე ჩაყავთ არაბები, რომ ბალანსი მთლიანად დაირღვეს, ესე იგი მთლიანად უნდა გახადონ ეს აღმოსავლური კულტურის რაღაც არაბულ თურქულ ანკლავად უნდა გადააქციონ აჭარად. კი, მაგრამ და აი ამას ჩვენ ახლა ვერ ხედავთ, რომ აქ სულად სხვა საკითხებია, კიდე ზარია. ამას კიდევ მოყვება არა მარტო აი საკითხები, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ და გაანალიზეთ, არამედ მოყვება მათი ინტერესები, სადაც ვერ მოინტერესები. რა თქმა უნდა, საერთოდ ზღვას ვაძლევთ. ახლოს ახლა შავ ზღვაში ეს შესვლა ზღვას ვაძლევთ ამ არაბებს, საშინელებას ჩავდივართ, საშინელებას და ეხლა ახალი ფრაზა უპასუხოთ ზარს და მე. კი ბატონო. გისმენთ არ დაგაყოვნებთ, ისაუბრეთ. ისაუბრეთ დრო მიდის. თავიდან უნდა დარეკო საერთო დროს გაგვაწყვეტინა აზრი. ეხლა როგორ რაღაც ხდება, წარმოიდგინე შენ რომ ახალი ტერმინი გამოიგონეს, რომ თურმე ვინც წინააღმდეგ საერთოდ აქვთ ეს ახალი ტერმინი სუვერენიტეტის დარღვევა. აი საოცრებაა რა. სუვერენიტეტის დარღვევა, საოცრებაა. თვითონ ქართულმა ოცნებამ იმონაწილევა თვითონ პრემიერმა კობახიძემ ბოკერიასთან და სააკაშვილის ხარდამჭერებთან გარიგებაში რომ გამოეშვათ გიგი უგულავა შეაწყალებინეს პრეზიდენტ შენ თვითონ ესწრებოდი ხო ამას ზურაბიშვილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს ერთადერთი იყავი შენ ვინც ამას არ მოაწერა და გააშვებინეს უგულავა და ეხლა თქვენს რომ ესაო სუვერენიტეტის დარღვევა იყო ჯერ ერთი გიგი უგულავა ვინ არის? გამაგე ნელსონ მანდელა ვინ არის უგულავა რომ მისი გაშვება არ გაშვებით ქვეყნის სუვერენიტეტი დაირღვეს. რას წარმოადგენს ეს კაცი? რომ სუვერენიტეტი დაირღვეს და ეს წინადადება ეხლა მთლიანად გააფეტიშეს. თუ შენ არაბული ქალაქების შენებლობის წინა ქვეყნის სუვერენიტეტს არ როგორ ეხლა დღეს რო არ არის არაბული ქალაქების სუვერენიტეტი დარღვეულია არა გვაქვს? ანუ ესე იგი ქალაქები არაბული არ არის სუვერენიტეტი დარღვეული გაქვს რო აშენდება აღდგება სუვერენიტეტი და ვინც წინააღმდეგია თუ აი რა იდიოტობაა ეს წინადადება საერთოდ ეკონომიკური ტერორისტები და ძალიან ბევრი ისეთი იარლიხი რა იდიოტობა ეხა არა ვარ სუვერენული სახელმწიფო არა გვაქვს ეკონომიკა ანუ არაბული ქალაქი იქნება არ იქნება ამაზეა ჩვენი მომავალი და ჩვენი სუვერენიტეტი აი ესე სიდებილეებს რო იგონებენ და ამას ავრცელებენ თან ზარს უპასუხოთ მოგესალმებით ისაუბრეთ მოგესალმებით ესე იგი რა გარანტია აქვს ამ ტერიტორიაზე ესე იგი ბინადანის მსგავსი ტერორისტები არ ჩამოსახლდებიან ამის გარანტიას ხო ვერავინ ვერ მოგცემს ვერავინ ვერ მოგცემს ამის გარანტიას აი ძალიან სწორი შენიშვნაა ხალიფატი არსებობს ჯერ კიდევ ესე იგი ხალიფატი არის ორგანიზაცია ну არსებობდა არაბული ხალიფატი მოგეხსენებათ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 საუკუნეებში მე-11 საუკუნის ჩათვლით არსებობდა არაბული ხალიფატი რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია იყო დედამიწაზე მას საქართველოს ყავდა დაპყრობილი და თბილისის საამირო ჰქონდა აქ შექმნილი და სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო შუაბიდთა დინასტია რომელიც ომეადების შტო იყო და ემირის სახაკი იყო რომლებიც გაქართველდნენ ფაქტობრივად ემირმა სახაკმა ქრისტიანობა მიიღო ну მონოფიზიტი იყო მაშინ ახლა არ იყო დიდი ბრძოლა იყო მონოფიზიტიზმი არაა პრობლემა ახლა თავარი ეგა ქრისტიანობაც კი მიიღო სერირის ანუ დაღესტანში იყო სერირის ანუ მის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად და ბუღათურკი გამოაგზავნეს რომელმაც ჯვარსაცვა ну ამბობენ რომ თავი მოკვეთა მაგრამ სხვა გადმოცემით ჯვარსაცვა მაგრამ ყველგან კორდოფაშიც კი ანუ ესპანეთი პორტუგალია ყველგან იყო ეს არაბ სახალიფო ეხლა ახალიფათი აღადგინეს და ეს როგორც ორგანიზაცია არსებობს და ხალიფატის მიზანი არის რომ ისევ აღადგინოს ეს ტერიტორიები შეძლებს არ შეძლებს სხვა ამბავია მაგრამ საკმაოდ ძლიერია მაგალითად იგივე სირიაში ეს ორგანიზაცია თქვათ და რა გარანტია მართლა რომ ამ აშენებულებში ხალიფატის წარმომადგენლები არ გაჩნდებიან არანაირი კიდევ ერთი ზარი გამარჯობათ გისმენთ უკეთ რაზე გირეკავთ და რა მაინტერესებს რა
აი საპატრიარქო სად არის ხალხო? პირველები ეგენი უნდა იდგნენ ეხლა იქ და ეგენი უნდა იცავდნენ. სად არიან ჩვენ უნდა ვეძახოთ გამოდის ქრისტიანული მიწები იყიდება მეთქი? გადავირი აღარ შემიძლია უკვე. სად მეწერო ის მიწერო ვერ გავიგე. მადლობთ ზარისთვის წეგან წავიკითხე მე უფეილარიონის განცხადება ეს ჯერჯერობით შეგვიძლია იყო მაგრამ მაინც ძალიან ჯერჯერობით შეგვიძლია გითხრათ რომ მეუფე ილარიონი სვანეთის მეუფე მისმა ეპარქიამ გააკეთა განცხადება ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დადებითი განცხადება, პირდაპირ ისაუბრა იმაზე, რომ ქართული მიწა არ არის მხოლოდ მიწა, არ არის მხოლოდ ქონება, არ არის მხოლოდ რაღაცა ნივთი, რომ ეკონომიკა გაყიდვა გამოყიდვის და სწორედ ის აზრები ისაუბრა, რომ ქართული სისხლით არის ის მორწყული, მეუფე სპირიდონი, რომელიც ასევე გამოვიდა, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა მე გეთანხმებით იმაში, რომ აუცილებელი არის საერთოდ სასულიერო დასის და მათ შორის საპატრიარქოს აქტიური ჩართვა ამ საკითხში. ჩვენ ეხლა ვერანაირად ეკლესიას დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებთ და ველოდებით, ალბათ ველოდებით იმას, რომ საპატრიარქოც ამ საკითხში რაღაცა პოზიციას ბოლო-ბოლო გამოხატავს. მაგრამ მეუფეები ეხლა მეუფე ჯერჯერობით მეუფე სპირიდონი, მეუფე ილარიონი, მეუფე იობმაც რაღაც განცხადება გააკეთა სამღვდელოება ნაწილი ჩვენს ეთერში ნაწილი აქტიურობს ალბათ ერთი 15-მდე სასულიერო პირებმა ისეთი ძალიან მწვავედი ლაპარაკეს ჩვენს ეთერში შეიძლება დაახლოებით 15-მა კაცმა და ალბათ ხვალ იქნება ერთი მაინც შეიძლება სიტყვითაც გამოვიდეს რამდენიმე იქნებიან და დავინახავთ ყველაფერს მაგრამ მე გეთანხმებით იმაში რომ პირველ რიგში აქ ეკლესია უნდა აქ სიფრთხილეა საჭირო არაფრით არ შეიძლება რომ ეკლესიას რამენაირად დავაზიანოთ ან დარტყმის ქვეშ დავაყენოთ მაგრამ იმედი მაქვს რომ ეკლესია ბევრად უფრო აქტიურად გამოხატავს ზოგადად სასულიერო დასის თავის პოზიციაზე დიდი იმედი გვაქვს ამის კიდევ ერთი ზარი მოგესალმებით Алло. გისმენთ ქალბატონო. მაბადე თუმთმაზე. მაგრამ ტივა მოღალატე. ოჯახის მოღალატე და ქრისტეს მოღალატე. მაგრამ ერთ შენიშნებს შევიტანთ. სამღვდელოებას ევალებალოს ოჯახის მოღალატე და ქრისტეს მოღალატე. მაგრამ ერთ სამღვდელოებას ევალებალოს ოჯახის მოღალატე და სიტყვა ღალატი რას ნიშნავს? სიკვდილის ტოლფასია. ეკრანს უნდა დაშვებდეთ. და სიტყვა ღალატი რას ნიშნავს? ტელეფონს უნდა ეკრანს მოშორდით ტელეეკრანს თუ თავიდან დაგვიკავშირდებით უკეთესად მოისმენს აუდიტორია თქვენ აზრს ტელევიზორს ქალბატონ დიდი პატივისცემით შეგახსენებთ მაყურებლებს ყველას ტელეეკრანს უნდა მოშორდეთ ტელეფონში როცა საუბრობთ ტელეეკრანს უნდა მოშორდეთ წეგან საუბრობდით ჩვენ რაღაცნაირად გეოპოლიტიკურ საკითხებსაც ეხება ეს ყველაფერი ხო თურქეთს აქვს მისი ინტერესები ემირატებს აქვს მისი ინტერესები გეოპოლიტიკური ემირატების აი მესიჯი ახლა არის ბოლო პერიოდში მეტი დუბაი ევროპაში აი ესეთი გზავნილი აქვთ მათ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს არის მსგავსი პროექტი როგორიც იყო აზიზის მეჩეთი აი როგორც თურქეთს ჰქონდა პროექტი აზიზის მეჩეთი და ოსმალეთის იმპერიის ყველა ქვეყანაში უნდა დაეშენებინა არაბეთის ემირატებს აქვს მსგავსი პროექტი აი ეს კომპანია Eagle Hills-ი და არა მარტო ეს ერთი კომპანია მისი დამფუძნებელი არის ძალიან დიდარი კაცი არ ვიცი ახლა მე ზუსტად მაგრამ სადღაც ამოვიკითხე რომ 350 მილიარდი დოლარის ფლობელია ხამას თავს ვერ დავდებ შეიძლება მეტიც აქვს ყოველ შემთხვევაში ეს რაღაც ძალიან დიდარი კაცია ფლობს არაერთ კომპანიას ერთ-ერთი არის ეს Eagle Hills და ეს კომპანიები მთელ სოფლიოში ცდილობენ, აი ზუსტად როგორც აზიის მეჩეთი იყო, ესენი ცდილობენ ესე იგი აბუ-დაბის პატარა აბუ-დაბის, მიკრო აბუ-დაბების აშენებას
ყველგან სადაც შეუძლია და ძირითადად რატომღაც ეს სურთ მაინც და მაინც ევროპულ ქვეყნებში. აი ძირითადად ეხლა ჩვენ ვთვლით რომ ჩვენც ევროპული ქვეყანა ვართ, არ ვიცი ხა ვიღაცა თulis რომ არა ვართ ევროპული, ვიღაცა თulis რომ ვართ ევროპული. ერთი რამე კი შემიძლია გითხრათ და შეგახსენოთ რომ თვითონ ევროპელებს და თეთრ ხალხს, თეთრ რასას კავკასიური რასა ეწოდებოდა ჯერ კიდევ 30 წლის წინ. ტერმინი იყო სამეცნიერო, ოფიციალური სამეცნიერო ტერმინი. თეთრი ადამიანის, თეთრი რასის არა იყო არა თეთრი რასა, არამედ კავკასიური რასა. რატომ? იმიტომ რომ კავკასიიდან წავიდა ადამიანი, თეთრი ადამიანი კავკასიიდან წავიდა ევროპაში. ესეთია მეცნიერული სწავლება დღეს, სამეცნიერო სწავლება. მეცნიერება ესე გვასწავლეს. და მხოლოდ ბოლო აი 20 წლის განმავლობაში შეცვალეს ეს ტერმინი და დაარქვეს თეთრი რასა, თეთრკადიანთა რასა, ასე დაარქვეს. ამიტომ მე ვარ ქართველი მაშასადამე ევროპელი სწორი არ არის. ვინც არის ევროპელი, ის მაშასადამე კავკასიიდან წასულია. აი ეს არის სწორი და ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ჩვენ ის კავკასიელები ვართ, რომლებიც არ წასულან არსა დარჩენ აქ, სადაც იყვნენ, იქ დარჩნენ. ჩვენ ვართ დარჩენილები აქ. ჩვენ ვართ ისინი არიან ჩვენი შთამომავლები და არა პირიქით. და ეხლა უნდა ითქვას ესეთი რამე, რომ ყველგან ეს იგილ ხილსი ცდილობს რომ ააშენოს აი ესეთი მიკრო თავისი რაღაც აბუ-დაბი. და ყველგან წინააღმდეგობა აქვს. ყველგან წინააღმდეგობა აქვს და აქაც ეხა მობრძანდნენ. სიკეთე ამაში არაფერი არ არის, ვიმეორებ, ეს არის სრულიად სხვა აზროვნების წესი, სრულიად სხვა მენტალობის ხალხი, ჩვენ სრულიად სხვა ხალხი ვართ. და ჩვენ არ გვჭირდება სხვა აზროვნების წესის ხალხის, ეხლა მიიღე ქალებს მანქანის ტარების უფლება მისცეს აბუ-დაბიში ეხლა. აი 10 წელი არ იქნება, რაც მანქანის ტარების უფლება მისცეს მანდილოსნებს. წარმოგიდგენიათ ეხლა. სრულიად სხვადასხვა ხალხი ვართ ჩვენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან ისე ცინიკურად ისაუბრეს იმაზე, რომ რატო გამორიცხულიაო იქო მეჩეთები აშენდესო, იყო ისულელია, რა თქმა უნდა აშენდება. საფრთხეებზე როცა იყო საუბარი, ამაზეც მიანიშნა ხალხმა, რომ ეს მოხდება. არაო გამორიცხულიაო და იქ თუ მთელი ინფრასტრუქტურა განავითარეს. რა თქმა უნდა აშენდება, ამას როგორ გამორიცხულია? აქ ესე არ უნდა ვისაუბროთ, ეხლა ის არ შეიძლება ჩვენ მეჩეთის შენებლობის წინააღმდეგ კონკრეტულად კი არა ვართ, კაცო. მუსლიმანები აშენებენ მეჩეთს, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენს ორ თბილისსა და ბათუმში, ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქში ახალი ანკლავი, რაღაც ახალი ციხესიმაგრე აბუ-დაბი გაჩნდეს ორი და სრულიად სხვა კულტურის, სხვა აზროვნების ხალხი შემოვიდეს აქ, რომელიც აუცილებლად ნეგატიურად იგმოქმედებს. რატო ფრანგები არ აშენებენ, ფრანგები არ მოდიან? რატო ესპანელები არ მოდიან, ან პორტუგალიელები, გამაგებინეთ, ან ამერიკელები რატო არ მოდიან? ან გერმანელები რატო მოდიან მაინც და მაინც არაბები? კიდევ ამბობ სრულიად სხვა, აბსოლუტურად შეუთავსებელი კულტურის ხალხია ესენი, აქ იყვნენ 400 წელი, დაიტანჯა საქართველო, დაიტანჯა ამ არაბებით, ძლივს მოვიშორეთ, კაცო. ძლივს მოვიშორეთ, ეხლა თავიდან მოყვავს. კიდე ზარია. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე რაზე ვამბობ, განათლების სისტემა რომ ცუდი იყო იმის შედეგია, რომ ვაჟას ლექსი იწოდნენ, ვაჟას ლექსები მაგაზე გაზდულიყო, აგი ამბავი არ მოხდებოდა. სამშობლოს არ ვისწავლეთ ჩვენს შეგვეცეს თორემ ისე დასასკი გაეცინება. ანდა ხას უგავარ ნაიალაღარ რქის მიწას არ ხვდუდოს მერტო სამშაბლო მიწასვენ ძინარეს ამალ თუდუნებ აღ მერტო ჩემო გაიხარ მე რა დღეში ვარ გაიხარ მე არ შეუძლებლად მიმაჩნია რომ მაგალითად ბატონ კობახიძეს არ ესმოდეს რაოდენ ცუდი რამეა ეს არ ვიცი ის თავის თავს არ წმუნებს რომ ეს კარგი რამეა თუ უბრალოდ ქვეტექსტი ამათი კი არა და საჯარო გზავნილი არის რომ ჩვენ გვიღირს ეს არა აქ ჩვენ აქედან ისეთი ეკონომიკური ეფექტი გვექნება რომ გვიღირს და რა გიღირს ყველაფერი რა
კიდე ზარია და ვიტყვით მე. ის ციფრებიც ეხლა რასაც ლაპარაკობენ ძალიან ისეთი საკამათო ციფრები. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ხაერია ყველა. მოусმინოთ ტელემაყურებელს. არავინ არ გამარჯობა. იცის რეალობა. ის მისჩემი ხო? დიახ, კი, დიახ. კარგად. უკაცრავად, ბატონო დავით, შეკითხვა მაქვს. კი ბატონო. გაზის სექტორიდან შო იმაში ახლო აღმოსავლეთში იქიდან უნდა არაბების გამოყრა, რაღაც პატარა ნაწილი სწოვებენ და გონი ტრამპმა გამოაცხადა, რომ ეგვიპტე, იორდანია დათანხმდა იმების გადმოყვანას. ხოდა ეგ მაგისი გაგრძელება არ არის. იმიტომ რომ ოცნების მთავრობას არ ცნობენ. შეიძლება მაგით უნდა ებრაელების მეშვეობით, რომ ტრამპმა რაღაცა ცნო მაგენი და ამიტომ შეიძლება უნდათ რომ რაღაცა ნაწილი აი არაბულ ქალაქებში შემოასახლონ. არ ვიცი, არ მგონი ეგ სხვადასხვა საკითხებია. ღაზას სექტორში ცხოვრობენ თავის დროზე ეთნიკურად ძირითადად იორდანელი არაბები, უმეტესწილად, თუმცა ასევე სირიელი არაბები, ეგვიპტელი არაბები, მოკლედ არაბებს დღეს 22 სახელმწიფო აქვს. თავისი 23-ია სწორედ პალესტინა, რომელსაც ნაწილი ცნობს, ნაწილი არა. და ბოლო 70 წელი ისინი აქტიურად ამბობენ, რომ ჩვენ სხვა ერი ვართ, პალესტინელები და უკვე ჩამოაყალიბეს თავის თავშიც ეს შეგნება, რომ არიან პალესტინელების სხვა ერი და სოფლიოშიც, მაგრამ იქ სხვა პრობლემებია. ისრაელი არის ძალიან პატარა სახელმწიფო, ყველაზე გრძელ ადგილას, ყველაზე სიგრძეში, ყველაზე დიდ ადგილას 350 კილომეტრია, სიგანეში მაქსიმუმ 80 და ყველაზე ვიწრო ადგილი არის 10 კილომეტრია, ასე რომ იმას თავის პრობლემები აქვს და ისრაელი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ გაანთავისუფლოს თავის ტერიტორია არაბებისგან, ანუ გაუშვას ისტორიულ სამშობლოში, იორდანიაში, სირიაში, ეგვიპტეში, რატო? იმიტომ რომ ვერ მოხერხდა თანაცხოვრება, თუმცა მართლა 70 წელზე მეტი ისრაელი ცდილობდა, რომ ებრაელებს და არაბებს შორის თანაცხოვრება ყოფილიყო. ბევრმა არ იცის, რომ დღესაც ორი სახელმწიფო ენაა, ებრაული და არაბული ისრაელში. მაგრამ ვერ მოხერხდა, არაბები არანაირად არ თანხმდებიან ამ თანაცხოვრებას. ეს სხვა პრობლემაა, მაგრამ აქ მსგავსი რაღაცები შეიძლება მოხდეს, იმიტომ არაბებს ზუსტად ეს ახასიათებთ, ერთ-ერთი დამახასიათებელი. კაია რომ ეს კითხვა დამისვით, იმიტომ რომ მეც ახლა ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არაბების არის ის, რომ სადაც ჩადიან გარკვეული ხნის განმავლობაში, მე 100 წელი გავა, 50, 100 წელი და მე ამბობენ, რომ ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენ აქ მარადიულად ვიყავით. ეს ახასიათებს არაბებს. ყველა ქვეყანაში, ხო, ეგვიპტე დაიპყრეს, ეგვიპტეში ცხოვრობდა ადგილობრივი მოსახლეობა, აი დღეს კოპტებს ეძახიან მათ და კოპტები, ანუ ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობა დღეს არის 10% მთელი ეგვიპტის მოსახლეობის, 90% არაბები არიან. დააკვირდით ამას, რა ქვეყანაშიც არ შევიდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა გაქრა. სირიაში ადგილობრივი მოსახლეობა არის აისორები, იგივე ასურელები, ქართულად ასურელი და აისორი ერდა იგივეა. დღეს აისორები არიან 350,000. და თავის დროზე ეს იყო ასირიის იმპერია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია პლანეტაზე და 350,000 არიან. გააქრეს ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, სადაც არაბები შევიდნენ, გამრავლდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, დააკნინეს, გააქრეს და 100 წელიწადში იძახიან, რომ ეს ჩვენი მარადიული სამშობლოა. ამ გაგებით სხვათა შორის ჩვენ ძმებს სომხებს გვანან, რომლებსაც რო კითხო, ყველა ეკლესია მათი აშენებულია და ყველაფერი მათი აშენებულია და ამ გაგებით გვანან და ეს ძალიან საშიში მოვლენაა. კიდე ზარია. კი, ტელემაყურებელს გამარჯობათ. გისმენთ. გამარჯობათ გის. Киртасо. Села патриотево. Кусовет ხალხის წარმატება, სათქალდა ყველა პრობლემა გამისა. მაგრამ შერიადი ყველაზე კარგი ვარიანტი არის. აჭარის მაღალჩარევები და სასწრაფოდ უჩქები ჩავაძვიოთ ხალხს გესმის და დაიკავოთ ის ტერიტორია. ტერიტორიაზე არაბები გაიცნობს. ვერ გავიგე რას ამბობთ ლაპატიეთ. არის მის თქვენი ხმა კარგად და ვერ გავიგეთ რას ბზანებთ. არის მაღალი ფიალეთიდან დიახ. ჩავასახლოთ უჩქები ჩავაძვიოთ ხალხს და დაიკავოთ ის ტერიტორია. დაიკავონ ის ტერიტორია, ხო გონიოში? ხო. გასაგებია, დიდი მადლობა.
ნუ მე სიმართლე გითხრა, არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ გავიგეთ თქვენი აზრი. წეგან თქვენ გავწყვიტეთ უბრალოდ საუბარი ბრძანეთ ასეთი რამ. არ ამგონია კობახიძეს არ ესმოდეს. ნუ საქმე რაშია? ბიძინა ივანიშვილი უყურებს ქვეყანას, როგორც უნდა გავიგოთ, ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი. ნუ როგორც ჩანს, წარმატებული ბიზნესმენია, როგორც ხედავთ და მას ძალიან სერიოზული ბიზნეს, კომერციული აზროვნება აქვს და ყველაფერს ხედავს როგორც ბიზნესს. და ის თulis რომ აი ეს ორი პროექტი, ბიზნეს პროექტი არის ძალიან სერიოზული წარმატებული პროექტი, რომელიც ბიზნეს კუთხით კარგი იქნება. და როდესაც საუბარი ბიზნესზეა, პირად ივანიშვილისთვის მეორე ხარისხოვანია ყველაფერი დანარჩენი. ის ხედავს ამ პროექტის რაღაც ბიზნეს წარმატებას, მე არ ვიცი რამდენი წარმატებული იქნება ან არ იქნება წარმატებული, ხა ვერ შევაფასებ ამ პროექტს, მაგრამ მეორე პლანზეა და ჩვენ ვამბობთ, რომ ბიზნესი აქ არ არის მთავარი. ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის პირველ პლანზე არის მენტალობა, ფასეულობები, მენტალობის სისტემა, აზროვნების წესი და ასე შემდეგ, ბალანსი რელიგიური მათ შორის, ყველანაირი აი ეს არის ჩვენთვის პირველ ადგილზე. ჩვენთვის პირველ ადგილზე არის ღმერთი და სამშობლო და საქართველო. და არა ვთქვათ ბიზნესი და კომერცია. ივანიშვილი ასე ხედავს, რომ პირველ ადგილზე უნდა იყოს კომერცია. ამიტომ არის ეს პროექტი. და ეხლა კობახიძე არის ხელმწიფეა ივანიშვილი ამ ქვეყნის და მისი პირველი ვეზირი არის კობახიძე და მე არ ვესმის ეხლა ნუ თუ კობახიძე ვერ ხვდება, შემოვიდეს არის კი ბატონო ხვდება, მაგრამ ნუ ანგარის უწევს ხელმწიფის აზრს. გასაგებია, მაგრამ ვის მიწას კიდიან ეხლა მამა პაპას მაგათ პირდაპირ მამა პაპას ეგ მიწა არ დაუტოვებია მაგათთვის. ეს ქართველი ხალხის საკუთრება ეს მიწა. ამიტომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს თემა, ხალხმა. გამარჯობათ, უპასუხოთ ტელემაყურებელს. ისაუბრეთ. მოგესალმებით. გამარჯობა. ჩვენი თავი ჩვენად ვერ გვეყუდნოდეს, ამაზე უკეთესი რა არის. მაგრამ ვიცით ჩვენი ოდითგან რა მდგომარეობაში ვარ. ისიც კარგად ვიცით, რომ მეზობელი თუ კარგია, რატომაც არა, რუსეთის სახით, მაგრამ კარგი მეზობელი არ არის. მესმის ისიც, რომ რა უნდა საქართველოში არაბებს. ამიტომ არა და არასოდეს არ ვიქნებით, რომ არაბები შემოვიდნენ საქართველოში. და კიდევ მე ერთი თხოვნა მაქვს. კი ბატონო 30-ში დაანონსებულია თქვენი გამოსვლა, მაგრამ აი ხალხთან ერთად, არა პარტიებთან. მე მსურს რომ თქვენი მოწოდება ხალხთან ერთად იყოს, აი ამ აქციებზე და ამ ყველაფერზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ. ჩემთვის გაუგებარია ქალბატონო თქვენი აზრები, რომელ პარტიებზე ლაპარაკობთ ჩვენ, არ ვიცით. მე მგონი გადის ეთერში ჩვენი განცხადება, ჩვენ ვთქვით, რომ ეს პარტიული აქციაა და საერთოდ ვერ ვხედავ მე იქ ვერავითარ პარტიებს. თუმცა ძალიან ცუდია, რომ ასეთი აზრები გაქვთ. იმიტომ რომ ბოლო ხმა ვიღაც პარტიას უნდა მისცეთ. და ეს არ უნდა იყოს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ეს არ არის პარტიული აქცია, ეს უკვე ითქვა და საერთოდ გაუგებარია ვინ პარტიებზე ლაპარაკობთ. სწორედ ამ აზრს ატარებდა, რომ კარგი იქნება, რომ ხალხი თავარი ეს კი არ არის ქალბატონო, თავარია რომ მობრძანდეთ თქვენს და სხვა ხალხიც ამ აქციაზე. ეს პირველი აქციაა, ჩვენ არავითარი მობილიზაცია არ გამოგვიცხადებია. ჩვენ ვთხოვეთ ხალხს მოსვლა და დავინახავთ ეხლა რამდენი კაცი მოვა და აქედან გამომდინარე ერთმანეთი უნდა დავინახოთ და დავინახოთ ვის შესტკივა ამაზე გული. იმ დონეზე რომ მზად არის აქციაზე მოვიდეს, თორე გული შეიძლება მთელ საქართველოს შესტკივა, მაგრამ სამწუხარო რა არის და ეს იცის ხელისუფლებამ. რომ გული შესტკივა ყველას, არავის არ უნდა ეს არაბული პროექტი. აბსოლუტურად არავის არ უნდა. მაგრამ მე ესე მგონია. მაგრამ ამას დამტკიცება უნდა, რომ არავის არ უნდა. ხელისუფლება ამბობს რომ უნდა. ამიტომ ეხლა თუ ყველას უნდა ნუ ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ჩვენ რას ვწყვეტს, ვერაფერს. თუ ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ გავაკეთოთ გამოკითხვა, ხო, ჩაწერეთ ვიდეო, გამოაგზავნეთ, რომ დავინახოთ, რომ მილიონმა კაცმა თქვას, რომ არ გვინდა. აი თქვენ ქალბატონო ვიდეო ჩაწერეთ, თქვენ გამოგვიგზავნეთ ვიდეო? აი ეს პირველი შეკითხვაა, გამოგვიგზავნეთ თუ არა ვიდეო? ვიდეო ჩაწერეთ. ეს ერთი თემაა და გამოაგზავნეთ.
იმიტომ რომ ეს არის უტყუარი მტკიცება, რომ დავამტკიცოთ. რომელიც მოგცემს საშუალებას დავამტკიცოთ რამდენი ადამიანია წინააღმდეგი. რომ დავამტკიცოთ, რომ თქვენ ეს არ გინდათ. ჩაწერეთ ეს ვიდეო. და ეს ერთი თემაა, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ერთადერთი რითიც შეგვიძლია თვითონ ის არაბები დავარწმუნოთ, რომ წაბრძანდნენ, როგორც ეს თქვა ჩერნოგორიაში გააკეთეს. რომ ნახეს, რომ ხალხს არ უნდა წავიდნენ და 6 მილიონი ზარალიც კი ნახეს. იგივეა, ჩვენ აქ ბევრი ვიდეო და წავლენ. მაგრამ ეს ერთი შრომაა, მეორე შრომა აქციაზე უნდა მობრძანდეთ, თქვენც და სულ ყველა დანარჩენიც. კარგია საუბარი, კარგია ტელევიზია, აქციაზე, აი ნახავთ ახლა ხვალ რამდენი ხალხი იქნება აქციაზე. ვინ არის მზად რომ მოვიდეს აქციაზე, თორე არ მინდა და სახში ვზივარ და არ მინდა და ზოგი გწერს, მე არ მინდა. ვეუბნებით კაცო, არ გინდა, ნუ გწერ, გამოგვიგზავნე ვიდეო. ერთმა ვიდეო გამოგვიგზავნა და მე მოგწერა წაშალეთო ჩემი ვიდეო არ მინდა სახე ჩანდესო. ნუ აი ხა ეს რა არის? თუ არ გინდა რომ სახე ჩანდეს, რაღაც მიგზავნე ამ ვიდეოს. კი ბატონო, წავშალეთ. რა თქმა უნდა, წესიერი ხალხი ვარ, ჩვენ წავშალეთ. მაგრამ მე არ მინდა არაბები, მაგრამ არც ვიდეოს გამოგზავნა არ მინდა, არც აქციაზე მოსვლა არ მინდა. ეგრე არ არის. ეს პირველი აქცია, ეხლა მე მესმის რომ პირველ აქციაზე 100,000 კაცი არ მოვა, მაგრამ დავინახავთ რამდენიც მოვა, გვაქვს მოქმედების გეგმა რაღაცა, მაგრამ ვიმეორებ რომ სრულიად შვიდობიანი აქცია იქნება და ვინმეს თუ რამე პროვოკაცია უნდა, ნუ მოვა ამ აქციაზე და პროვოკატორებს ვეუბნები რომ არავითარი პროვოკაციები არ იქნება, ნუ მოვა. ეხლა სულ სხვა პროცესია. ჩვენ პირველი აქცია გვექნება, მერე ამას მეორე აქცია მოყვება, მესამე აქცია მოყვება და ჩვენი გეგმა არის მაჰათმა განდის გეგმა. ჩვენ გვინდა რომ იმდენი ხალხი გამოვიდეს, რომ გაივსოს მთელი რუსთაველის გამზირი, მთელი თავისუფლების მოედანი და ბარათაშვილის ხიდი. აი ეს ყველაფერი თუ გაივსება, გეუბნებით მე თქვენ, რომ ეს პროექტიც აღარ იქნება და უამრავი რამ დალაგდება ჩვენ ქვეყანაში. პრინციპში ამისი და მშვიდობიანად არავითარი პროვოკაცია, აი ეს გვჭირდება ჩვენ. ამისი რესურსი თბილისში არის. არის თბილისში ამის რესურსი და შეგვიხო და ამიტომ ყველამ გამოიჩინოს ეხლა შინაგანი ძალა და ეს გააკეთოს. სახში კინო დაждდება და იქიდან ტელევიზორით კინო შემოგხედავს ჩვენ. ასევე ხა თქვენ იცით, ყველაზე დიდი რაოდენობა მიტინგები აქვს ჩვენ პარტიას მოწყობილი. კიდია ეგეთი რაღაცა, კაცი მოდის მიტინგზე და თან მიტინგზეა, თან არა, სადღაც იქ 100 დგება და იქიდან აკვირდება მიტინგს. და ნუ დადგები 100-ში, იქ უნდა დადგე, რომ ბევრი ვიყოთ. კიდე ზარია. გამარჯობათ, გესმით ჩვენი ხმა. ალო, ისაუბრეთ. გამარჯობათ, აი აქციაზე მოვალა უთილებლად და აი ჩართეთ ციკლაური სიმღერა იღება საქართველოს და სულ უნდა ეგ სიმღერა უნდა სულ ესმოდეს ყველას. მადლობთ. მადლობთ. კიდევ ერთხელ ყველას მინდა უთხრა რომ 30 ნოემბერს დღის 4 საათზე რუსთაველის ძეგლთან მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიკრიბებით და მიკროფონი სადაც იქნება განთავსებული, აი წინა სივრცეში დავდგეთ ყველა. და კარგია. ნუ დავიმალებით რა. ნუ მოხვალ და დადგებით 100 მეტრში, მოდით და დადექით იქ. იმიტომ რომ ესეთ მოსვლას აზრი არ აქვს. ყველანაირი შიში უნდა გარდატეხოთ. საერთოდ ეს სამარცხვინოა, როდესაც ადამიანს ეშინია მიტინგზე მოსვლა. და თან უნდა დაიცვას თავის სამშობლო და ამბობს რომ მე არ მინდა არაბები და თან მიტინგზე ეშინია ან მოსვლა ან იქ მოდის შორს დგება რამე რო იყოს რო კითხონ იტყვის არა მე აქ არა ვარ მაკდონალდში მოვედი ხო მე მაკდონალდში მოვედი ამიტომ ძალიან გთხოვთ მოემზადოთ ამ საქმისთვის პატრიარქს ეკუთვნის სიტყვები დაიცავი შენი წილი საქართველო ეს არ არის ჰაერში ნატყორცნი სიტყვები ამ სიტყვებს აქვს ღრმა აზრი თვითეულმა ჩვენთაგანმა უნდა დაიცვას თავის წილი საქართველო მე მესმის რომ სააკაშვილები დასცინოდნენ ამ სიტყვებს მაგრამ დაიცავი შენი წელი საქართველო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით 30-ში გელოდებით 4 კარგად ართოთ დღეს მთელი დღე იქნება ძალიან კარგი ეთერები ძალიან კარგი ხალხი იქნება ეთერში პირდაპირ ეთერია სუპირდაპირ ეთერებია ჩვენ მემზადებით ხვალისდელი დღისთვის და დიდი პატივისცემით დიდი სიყვარულით გემშვიდობებით და თქვენი იმედი გვაქვს დროებით